არის შრალი თოვლი. და აქ არის ძალიან გრძელი ტრასები. მესტია უშბის პლატო, ეს არის ერთადერთი, როგორც გითხარით, ოლიმპიური ზომების სათხილამურო ტრასა ევროპაში. სანამ სვანეთში მესამე სათხილამურო ტრასიდან პირველი ტურისტი დაეშვება, ექსპერტები ფიქრობენ, რომ სახელმწიფო ტურიზმის სტრატეგიას არასწორად გეკმავს. ის რომ სათხილამურო ტრასებზე მახვილდება დღეს ყურადღება, რასაკვირველია, წეღანაც აღნიშნე, რომ ძალიან კარგია, მაგრამ თუ კი იქნებოდა ქვეყანაში ტურიზმის განვითარების სტრატეგია და კონცეფცია და მაქსიმალურად ჩვენ დავგეგმავდით, რა უფრო პრიორიტეტული იყო დღეს ქვეყნისთვის ვითარებინა ქვეყანაში. მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ზამთრის კურორტებზე შევაჩერებდით ყურადღებას. ექსპერტ მარინა მეტრეველის თქმით, კურორტების განვითარებისათვის მრავალწლიანი გეგმა უნდა არსებობდეს. ტურიზმის დეპარტამენტი არის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო და მან უნდა განახორციელოს დარგში პოლიტიკა, იგივე კურორტებთან მიმართებაში, იგივე ტურისტთან მიმართებაში, რეკლამასთან და ასე შემდეგ. მაგრამ მათგან არც კანონი შემოსულა დღემდე, არც სტრატეგია შემოსულა. სახელმწიფოს მხრიდან ყურადღების ნაკლებობაზე რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაციებიც საუბრობენ. ხელისუფლების მხრიდან რაღაც კონკრეტული ნაბიჯები ამ ხრივ არ გადადგმულა, ეს ალბათ იმიტომ რომ არც ჩვენიდან იყო რაღაც განსაკუთრებული აქტივობა, თუმცა ამ ყოველივეს შემდეგ იანვრის თვეში ჩვენ ორგანიზაციას ჰქონდა პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ემსახურებოდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. ეხლა ეს ტურისტული საერთაშორისო გამოფენა ალბათ ეს უკვე რაღაც გადადგმული ნაბიჯებია და ამის შემდეგ ჩვენ ველით რომ რაღაც დაინტერესება ხელშეწყობა ხელისუფლების მხრიდან იქნება. ცაიში, ლუგელა, მენჩი, ახტალა, წყალტუბო. ეს ის სამკურნალო კურორტებია, რომელიც ძველ თაობას უკეთესად ახსოვს. დღეს კი ამ სანატორიუმებიდან მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი. კურორტ მენჯი იყო შვილო რესპუბლიკური მნიშვნელობის. სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ. სულ ყველა ეს აფხაზები იყვნენ, რუსები იყვნენ, სომხები იყვნენ. ყველა ნაცია, ვინ არ ჩამოდიოდა კურორტში. სულ ყველა კმაყოფილი ბრუნდებოდა უკან შვილ. ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სტრატეგიული გეგმა მზად მაისში იქნება. თუმცა პრეზენტაციამდე 15 დღით ადრე უწყებაში უჭირთ პასუხისგაცემა კითხვაზე, თუ გეგმის რამდენი პროცენტი დაეთმობა სამკურნალო ტურიზმს. იცით, ცოტა ძნელი სათქმელია, იმიტომ რომ ახლა მიმდინარეობს მუშაობა ამას და ხა რაღაც რამოდენიმე გვერდიდან რამდენი გვერდი დაეთმობა სამკურნალოს, ეს ამ ეტაპზე გამიჭირდება ამის თქმა. ის რომ სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ნაკლებად ზრუნავს, ამაზე ჯანდაცვის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენელიც საუბრობს. ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები, ბიუჯეტიდან ჯანდაცვის დაფინანსება ამ ხნის განმავლობაში იყო 6% ბიუჯეტის. ანუ ბოლოდან მეორე ადგილი თურქმენეთის შემდეგ. შესაბამისად უნდა გაიზარდოს რა თქმა უნდა დაფინანსება და აღდგეს ეს ბალნეოლოგიური კურორტები. ამის მერე მოხდება მხოლოდ სამედიცინო ტურისტების შემოყვანა. სამკურნალო კურორტების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით ტურიზმის დეპარტამენტი ინვესტორების ძიებაშია. მათ გამოჩენამდე კი უნიკალური ბუნებრივი რესურსები უსარგებლოდ იკარგება.